სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. მონაწილეობენ კარიბა ჰეინი, ფიბი ტონკენი, ინდიანა ევანსი, ანგუს მაკლარენი და ლუკ მიჩელი. უფრო ნაკლები დროით შეძელი გაჩერება. შედეგს აუარესებ, წყალმა დაგამარცხა. დავიღალე. დაღლილი მყინთავების შეჯიბრზე რა სიტყვი. მაგრამ გონი არ არის. ასე რომ, ან ისვენებ, ან ჩემპიონატს იგებ. შვენიერია. რამდენიმე წუთი დაისვენე და წინ. მომსახურების სპექტრი უნდა გავზარდოთ. ასე კლიენტების რაოდენობას გავზრდით. მიპასუხენ უხნეში. პასუხია კორპორატიული. მასზეა მოთხოვნა. ანუ მოგებაც იქნება. სწორედ ამით დავკავდებით. შვენიერია. რეკლამას ჩემ თავზე ავიღებ. ბიზნესმენად ხარ დაბადებული იცი? მამას დაველაპარაკები ჩვენს ჩანაფიქრებზე. ო, დაელაპარაკე. მწვრთნელი მკაცრი უნდა იყოს, მაგრამ როგორც ის ექცევა ვილს, ეს საშინელებაა. და რა ჩაიფიქრე? მინდოდა გამეგო ის რამდენხანს გაძლევდა წყალქვეშ და ცოდვისგან თავი შორს დავიჭირე. როგორ შეიძლება ასეთის მოთმენა? სწორედ მოიქეცი რომ წამოხვედი. გააჩნია როგორ შეხედავ. შენ ხომ თავად ეუბნებოდი რომ ვილისგან თავი შორს უნდა დაეჭირა. მაგრამ ეს იქამდე იყო, სანამ ის გაიგებდა რომ ბელა ქალთევზა იყო. ახლა პირიქით მხედველობის არეში უნდა ყავდეს. ასე რომ შენ ინსტინქტებს მიყევი. რომელს? იმას, რომელიც ყურში გეუბნება, რომ მასთან ახლოს უნდა იყო. ჩემი ინსტინქტები მეუბნება, რომ სოფი არ უნდა ავიწროვებდეს მას. დარწმუნებული ხარ? ის ჩვენზე როგორც წყვილზე არ ფიქრობს და არც მე. მაშინ წადი და იხსენი ამ წითური ეშმაკისგან. თან ყურადღებასაც მიაქცევ. ჩემთვის სპონსორი იპოვე? თითქმის. გააოცე, როცა შენ სანახავად მოვა. მაგრამ როგორ გაიგო ჩემზე? წყალქვეშა კოსტუმების კომპანიის მფლობელმა. მე მივედი და მოვუყევი. და დაინტერესდა? მე მას ვუთხარი, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდები და მას შანსი აქვს ვარსკვლავის კარიერაში მიიღოს მონაწილეობა. მაგარია. ხვალ ვარჯიშის დროს მოვა. ძალით მოვიყვანე. მე ხომ მზად არ ვარ? მზად ხარ. არა. საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვარ. უბრალოდ ის გააკეთე, რაც შეგიძლია და ის აღფრთოვანებული იქნება. ასე გგონია? პასუხს ვაგებ. გმადლობ, სოფი. ყურადღება უნდა მოიკრიბო. მთელი ძალით იმუშავე. გასაგებია. ნუ გეშენია, შენთან ვიქნები. და სამუშაო? ნუ ღელავ ზეინთან მოვაგვარებ. სამაგიეროდ შენგან შედეგს ველი. დაიმახსოვრე. რა დროულია? შეიძლება ადრე წავიდე. ვინ არის ეს ბედნიერი? წყალქვეშა კოსტუმების მწარმოებელი. რომანტიულად ჟღერს. ეს საქმიანი შეხვედრა. მინდა დავარწმუნო, რომ ვილის სპონსორი გახდეს. სპონსორი? ის ნიჭიერი მყინთავია, მომავალი ჩემპიონი. საქმიან გეგმებში ხელს არ შეგეშლი. რა კარგია. ზეინ ბენეტი გისმენთ? ხვალისთვის მინდა დასვენება. რა თქმა უნდა. დიახ, ჩვენ ვმართავთ კორპორატიულ წვეულებებს. ხვალ? მინდა ვაჩვენო, როგორ ვარჯიშობს ვილი. ხვალ ლანჩის პრობლემა არ არის. კარგი, მენეჯერი ახლა აქ არ არის, მაგრამ თუ თქვენ სურვილებს მეტყვით გადავცემ. გამარჯობა, ვილი სახლშია? ვარჯიშობს, როგორც ყოველთვის. მას მიზანი აქვს. და მეტი არაფერი? ცხოვრებაში სხვა ინტერესებიც უნდა ჰქონდეს. მხოლოდ ვარჯიში ვერ გააბედნიერებს. სხვა ინტერესები ანუ შენ? არა, მე არა, მაგრამ შეიძლება ბევრი რამ გამოტოვოს. ხვდები, მაგრამ ის ჩემპიონი უნდა გახდეს.
ჩემი საქმე კი ყურადღების მიქცევა, რომ სხვა სისულელეებზე არ დახარჯოს დრო. მაგრამ ეს ხომ მისი ცხოვრებაა. გმარამ ეს მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება. უკვე ყველაფერი გადავწყვიტე. სამსახიობო სტუდია მთელი კაფე დაიქირავა. რა თქმა უნდა შევძლებთ. შენი მჯერა. ჩემი? ხო, მე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. ვერ გადავდებ. ამიტომ მოხვედი მოტოციკლით. ამას მოტოციკლებთან აქვს კავშირი, კარგი. თან ვახსენებ, რომ კორპორატიული წვეულებებით დაკავებულები ვართ. ნუ თუ ბაიკერებს კორპორატიული სჭირდებათ. შეიძლება. ესე იგი, მარტო უნდა ვიყო. სოფია ხომ არ იქნება. დარწმუნებული ვარ, დამხმარე სიპოვე. ასე რომ, წარმატებები. დაამთავრე? დავისვენებ. დასვენების ჩემპიონი თუ გინდა იყო დაისვენე. ხოლო თუ მკვინთავებს შორის მაშინ ჩაყვინთე. როგორც ჩენი მოპატიჟებული მწვრთნელი, საკუთარ მეთოდს გთავაზობ. მოპატიჟებული. მე ხომ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე წყალქვეშ. მადლობა რომ დღეს დამეხმარე. არაფრის, წასახემსებელი მზად არის. სალათები გრილდება, ასე რომ შენც დაწყნარდი. ო, მაგრამ ეს ჩემი იდეაა და ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. უკაცრავად კორპორატიული წვეულება გვაქვს. დიახ, ეს ჩვენ ვართ. საბავშვო სამსახიობო სტუდია. მე შერილი ვარ. არა. რამდენი? არ ვიცი. არ დაგინიშნავს? დრო შეჯიბრს გახსენებს. მაგრამ ეს ხომ შეჯიბრია, ყვინთვაში. ეს ადამიანებთან შეჯიბრია. შენი ვარჯიში კი წყალთან შეჯიბრს გავს. სხვაგვარად წყალი გაიმარჯვებს. ის ამისკენ არის სწრაფვის. წყალი ხომ შენი მტერი არ არის. ის შენი მეგობარი უნდა გახდეს. ნება მიეცი შენ სასიკეთოდ იმუშაოს. ქალთევზას ფილოსოფია? შეიძლება. ტელეფონიც გამართო. ამ ბავშვებს ჭამა არ უნდათ. ჩვენ იმას არ შევჭამთ, რაზეც არც კი გვსმენია. დარწმუნიეთ, რომ მავნებლობა ცუდია. გამარჯობა, როგორ ხართ? მათ ჭამა უნდათ და თან წარმოდგენას ელოდებიან. წარმოდგენას? რეკლამაში ნათქვამი იყო, რომ ნებისმიერ კორპორატიულ წვეულებას მართავთ. დიახ, და სად არის კლოუნი? ზენი ირწმუნებოდა, რომ კლოუნი იქნებოდა. კლოუნი? მიხვდი, რას ვამბობდი? ხო, მაგრამ ხომ არ მაჩვენებდი? შენ რა, ეს ხომ აუზია? აქ არასდროს არავინ არ არის. არა, არ გვინდა. კარგი რა, მაჩვენე, საუკეთესო ხარისხი. გიჟი ხარ. ეს დაუჯერებელია. ხო, ასეა. ესე იგი საუკეთესო ხარისხი? ვილ? აქ ხარ? ამოვდივარ. არა, მოვიყვან. რა მოხდა? სოფია ქარის. რა? მან არ უნდა დამინახოს. გამარჯობა, რომ ვარჯიშობს. ძალიან კარგია, რომ სპონსორობაზე დაგთანხმდით. ძალიან მიხარია. შევხედოთ. ვილ, ეს რობ კენტია, სპონსორი, რომელზეც გესაუბრებოდი. შესაძლო სპონსორი, ძალიან მიხარია. აჩვენე შენი პოტენციალი.
მაგრამ ახლა არა, უკვე ძალიან დავიყალე. რობი დაკავებული ადამიანია. ბოდიში, მაგრამ დასვენება მჭირდება. ძალიან გადამხალე. მხოლოდ ასეთ ვარჯიშს შეუძლია მისგან მსოფლიო ჩემპიონის შექმნას. ანუ ვერაფერს ნახავ? რატომ? ვილ სწრაფად აუზში. ბოლომდე უნდა დაიხარჯო და გავიწყდა? მე დავიყალე. ცოტა ჯიუტია. საუკეთესო ათლეტები ყოველთვის ასეთები არიან. ხვალ ფორმაში იქნება. ხვალ ვერაფერს ნახავ. დაკავებული ვარ. რობ, გთხოვთ. რობ, შეჩერდით. ის უბრალოდ კლოუნი სად არის? აი ისიც. მამა ყოველთვის ამას იცვამდა ჩემს დაბადების დღეზე. აბა, მზად ხართ მხიარულებისთვის? კი, ნამდვილად მზად ხართ? კი. მაშინ წარმოგიდგენთ გასაოცარ რიკო კლოუნს. რიკო კლოუნს. გამარჯობა ბავშვებო. მე რიკო კლოუნი ვარ. სასაცილო არ არის? როგორ ხარ? კარგია რომ ყველაფერი დასრულდა. მაბატია, ჩემი ბრალია. სპონსორთანაც არაფერი გამოვიდა. მაგრამ სამაგიერო ჩემთან ერთად წრვა და უიწყარია. ისე იცვლები, დაუჯერებელია. მაშინ სოფიასთან დაბრუნდი და ბოდიში მოუხადე. ცურვით კი სხვა ადგილას ვიცურეთ, სადაც არავინ იქნება. მეც კი უფრო მაგრად ვცეკვავ. კარგი, ახლა კი გამოცანები გამოვიცნოთ. მე ვიცი ეს ვინც არის, ეს იდიოტი კლოუნია. ახლა კი რიკო იმღერებს. დარწმუნებული ვარ სიმღერაც არ იცის. პროფესიონალურ პროგრამას დაგვირთნენ. ეს კი მოსაწყენია და მივდივართ. თანხას ჩვენგან არ ელოდოთ. მოდი კლოუნს საჭმელი ვესროლოთ. რიკი? მაგრამ შეიძლება ზუსტად ამან გადაგვარჩინოს. რა? ახლა რიკო ფოკუსებს გვაჩვენებს. არნაირი ფოკუსები. თქვენ წინაშეა საოცარი ჯადოქარი რიკო. შეხედეთ, როგორ ჟონგლიორობს რიკო. წყლით. ახლა კი ფინალური ტრიუკი გელით. რას აკეთებს რიკო, როცა წყორია? საოცარია. აგენტი ყავს? აი ჩემი სავიზიტო ბარათი. კიდევ გვინდა ფოკუსები. გვაპატიეთ, ფოკუსი დამთავრებულია. დაიჭირე. ბავშვებო, აპლოდისმენტებით გავაცილოთ კლოუნი რიკო.
ძალიან სწრაფად წურავ. ისე ღრმად ჩადიხარ. როგორ იკავებ სუნთქვას? არც კი ვიცი. შენი შორს. შეგიძლია ასე მაშინით წურო, როცა მოგინდება. ო, ამას პლუსებიც აქვს. წარმომიდგენია, როგორი რთულია ეს. ფლობდი ამ ყველაფერს და არ გქონდეს ამ ყველაფრის მოყოლის საშუალება. ო, ეს რთულია. მიხარია, რომ გამიმხილე. ასე არასდროს მიცურავს. აბა, კიდევ გინდა. ო, რა თქმა უნდა. სად იყავი? საერთოდ იმედია სამსახურს ეძებდი. 4 ადგილზეც კი ვერ გამოიმუშავებ იმდენს, რამდენიც დაკარგე. ვწუხვარ. რა დამთხოვა? მეც ვწუხვარ. ამდენი წვალების შემდეგ მხოლოდ დამცირება მივიღე. არავის უთხოვია და დაუმცირები ხარ. მე მას დავპირდი, რომ მომავალ ჩემპიონს ნახავდა. მან კი ვინ ნახა? წყალშიც კი არ ჩახვედი. სად იყავი? ბელასთან? ვარჯიშისთვის დაიღალე. სასეირნოდ კი გააქვს ძალები. ჩვენ ვარჯიშობდით. მას რა ესმის საერთოდ? გაგიკვირდება და ესმის. არა, ეს შენ გაგიკვირდება. არის რაღაც, რასაც მალავს. მაგალითად, ეშმაკია. იცოდა რომ დაკავებული იყავი, მაგრამ დამელოდა როდის წავიდოდი. მიხარია ეს. ძალიან კარგი იყო. რა თქმა უნდა, მას ყველაფერი ფეხებზე კიდია. ჯობია მთელი დღე გაერთოთ. მოდი დავივიწყოთ, რაც ჩავდე შენში და მთელი დღე ბავშვები ვით ვიჭყუმპალავოთ. ამას არ ვამბობ. იმედი მაქვს. ნიჭი გაქვს, რაზეც მხოლოდ ოცნება შეიძლება. არ მოგცემ მისი დაკარგვის უფლებას. გამარჯობა, ბოდიში რომ უფრო ადრე ვერ მოვედი, მაგრამ დიდ წინსვლას მივაღწიე ბაიკერებისგანაც მალე დაკვეთები გვექნება. ნუ თუ 6 წელზე მეტის თუ არიან. გამარჯობა, ეს შენი მწვრთნელია. რა სიტყვი ხვალ დილიდანვე ვარჯიშზე. ხვალდილით ვერანაირად ვერ შევძლებ. არც დღეს გამოვა ბოდიში. მაშინ სხვა დროს იყოს. არა, მისმის. ჩემპიონატისთვის უნდა ივარჯიშო, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ახალ მწვრთნელს უნდა გაურბოდე. უბრალოდ ზედმეტად მოვდუნდი. კონცენტრირება მჭირდება. სამყაროს უნდა გამოვეთიშო. სამყაროს გამოეთიშო. მესმის, ეს გადაწყვეტილება შენ მაგივრად სოფი მიიღო. არა, სოფი არაფერ შუაშია. გადმოგირეკავ, კარგი. ნახვამდის. ვინ არის? არავინ. რა აზრი აქვს ჩემს აკოფნას შენსაც კი წყალში თუ არ ცდილობ? კიდევ 10 წრე. გამარჯობა. დაღლილი ჩანხარ. ვარჯიშობდი. ასეთია სამყაროს მიღმა. აბა, რით გინდა რომ დავკავდეთ? და კონცენტრაცია? ხომ შეგვიძლია ნახევარი საათით მაინც ვიცუროთ. ამდენ ხანს? მაპატია გუშინდელი ზარის გამო. შენი თავიდან ამოგდება არ შემიძლია. ის თუ როგორ მოძრაობ წყალში, გასაოცარია. იქნებ ჯერ ყავა დაგველია და გვესაუბრა. იმის ყურება თუ როგორ ცურავს საუბარზე უკეთესია და მიჯერე. მაგრამ ერთმანეთი უკეთ უნდა გავიცნოთ. შენ ქალთევზე ხარ. უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა გავიგო? მე მხოლოდ ქალთევზე არ ვარ. ხო, მაგრამ დამეთანხმე, ეს ყველაზე მშვენიერია. ალბათ. რა ხდება? ჯობია ვარჯიშზე მოახდინო კონცენტრირება. შესვენება მაქვს. არა, მე თავად ჩამოგშორდები. ალბათ სოფი გეცებს.
გოშინ ძალიან კარგად გაართვით თავი. გონი ხშირად უნდა წავიდე. მხოლოდ დეტალების გამხელა არ დაგავიწყდეს. თავარი ის არის, რომ თავი მშვენივრად გაართვით. დღესაც გვაქვს შეკვეთა და ისევ კლოუნ რიკოს ითხოვენ. ნუ თუ, რა სამწუხაროა. დღეს კლოუნი ისვენებს, მაგრამ შემცვლელს ვიპოვით. კლოუნი ზენონი ყავს. რა გჭირს? ვილს ვუთხარი თავი შორს დაეჭირა ჩემგან. საკუთარი გრძნობების მოტყუება არ შეგიძლია. თუ ისინი ამბობენ, რომ აღარ უნდა შეხვდე მას, მაშინ მაგრამ გრძნობები მას სრულიად სხვა რამეს ეუბნება. მართლები იყავით. მე ის მომწონს. მაშინ რატომ დაშორდი? რადგან მას არ მოვწონვარ. ანუ მოვწონვარ, მაგრამ მე კი არა. ის ქალთევზა უყვარს, რომელთანაც ცურავს. მაშინ ყველაფერი სწორია, მაგრამ მან ჩემი საიდუმლო იცის. როგორ ვიყო დარწმუნებული, რომ არავის ეტყვის. იმედი უნდა გქონდეს. ყველაფერი გავაფუჭე. კეთილი იყო შენი მობრძანება. ჩვენ ყველამ ვუამბეთ ჩვენი საიდუმლო ვიღაცას და განვიცდით, სწორედ მოვიქეცით თუ არა. ასეთია ქალთევზების ბედისწერა. თავარია გვახსოვდეს, როგორც არ უნდა ვგრძნობდეთ თავს, ქალთევზა ყოველთვის იპოვის გზას, ხასიათი გაიუმჯობესოს. ცურვით. საკმარისია საყიდლები, მგონი ჭიქეწვენი დავიმსახურეთ, მაგრამ გონი ჯობია სხვა კაფეში წავიდეთ. აქ ყველა ადგილი დაკავებულია. რიკი. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები გიორგი წერეთელი და მარიამ გიორგობიანი. ხმის რეჟისორი ლერი შეწირული. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.